ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ხის მორია, თუმცა თუ კარგად დააკვირდები, შეეხები, მიხვდები, რომ ეს გაქვავებული ხეა, რომელიც დღეისათვის ქვის სახით არის წარმოდგენილი. იგი ნახევრად ძვირფას ქვებს შორის გადის და საკმაოდ იშვიათია. მისი შეგროვება 15 წლის წინ ადგილობრივმა ვლადიმერ ინასარიძემ გადაწყვიტა და დღეისათვის მის ეზოში ასეულობით ასეთი ნიმუშია წარმოდგენილი. ვლადიმერ ინასარიძემ გაქვავებული ხეები ადიგენის მუნიციპალიტეტში ძირითადად მდინარის ნაპირებზე შეაგროვა. 15 წლის წინ ხის ასეთ ნატეხს შემთხვევით წააწყდა და იმდენად მოიხიბლა, რომ მისი შეგროვება გადაწყვიტა. სოფელ ადიგენის მკვიდრმა ამ ხნის მანძილზე არაერთი გაქვავებული ხე მოიწია. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და შეფერილობის ხის კუნძებმა, რომელიც დღეს უკვე ნახევრად ძვირფას ქვას წარმოადგენს, ბინა კოლექციონერის ეზოში დაიდო. აქ თავმოყრილი მასალა 10-დან 15 მილიონამდე წლებს ითვლის. როგორც თავად ამბობს, ეს იშვიათი და უნიკალური ნიმუშები კოლექცია. დინარის კალაპოტში მაქვს ნაპოვნი. ხვარცოფებისა და იმის შედეგად ჩამოედინება დინარეს მოაქვს და მერე აი მოაგროვე ეს ძვირფასი ქვა. ნუ ეს გაქვავებული ხე, როგორც ვიცი, ნახევრად ძვირფას ქვებში გადის. ნახევრად ძვირფას ქვებში და ძალიან იშვიათი ქვა არის. თავისი სტრუქტურით გამორჩეულია ქართული გაქვავებული ხე, როგორც გეოლოგებისგან ვიცი, ძალიან იშვიათია ასეთი მსოფლიოში. კოლექციონერი ამბობს, რომ მის მიზანს ამ უნიკალური ნიმუშებით ტურისტების დაინტერესება წარმოადგენს. უნდა რომ ადიგენში გაქვავებული ხეების სახლი მოაწყოს და მსურველებს მისი უნიკალურობა აუხსნას. თუმცა გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ მისი იდეით ამ დრომდე არავინ დაინტერესდა. მიუხედავად ამისა, იგი მდინარის მიერ ჩამოტანილი გაქვავებული ხეების შეგროვებას მაინც აგრძელებს. ამაში იგი არც თანხას და არც დაფინანსებას ითხოვს. უბრალოდ ცდილობს მესხეთის ბუნებრივი სიმდიდრე დაზიანებასა და დაკარგვას გადაარჩინოს. რაც აქ არის შეგროვილი, ეს არავის არ აქვს საქართველოში. აქ რა თქმა უნდა ნიმუშები თბილისშიც უნდა წაღება, ამის არ გავატანე. ყიდვა უნდათ აზერბაიჯანელებიც იყვნენ მოსულები, ყიდვა უნდათ, მაგრამ არ გავყიდე. რამდენი შემოგთავაზეს? დაახლოებით 20,000 შემოგთავაზეს. მაგრამ არა, იმიტომ რომ მე მირჩევნია ეს დარჩეს ადიგენში, დარჩეს მომავალ თაობას. და იქნება მე ხელმძღვანელობა დაინტერესდეს ვინმე რომ დამეხმარონ და რაღაცა გავაკეთოთ რაიონში რა. დაინტერესო აქ ტურისტი შემოვა. ადიგენის გამგეობაში ვლადიმერ ინასარიძის კოლექციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ რაიმე კონკრეტული იდეის შესახებ დაინტერესებულმა პირმა გამგეობას წერილობით უნდა აცნობოს. რის შემდეგაც გაირკვევა, რა შეიძლება გააკეთოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. მე ნამდვილად არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მას უნდა შემოეტანა განცხადება, მიმართულება მიეცა ამ ხრივ იტყვის აღნიშნული პიროვნება ხარდაჭერას, მეორე იმაში უტყისმის ზემოდან არის ეს გაქვავებული ტყეები, იცით ფლოვარ სიტუაციას და რა კონკრეტულად მას წერილობით არ მოუმართია, რა მიმართულებით უნდა ხარდაჭერა გამგეობისა. გაქვავებული ხეების მასალა მდინარეს სავარაუდოდ გოდერძის უღელტეხილზე არსებული ნამარხი ტყიდან ჩამოაქვს. ბუნების ძეგლი პლიოცენის პერიოდის განმარხებული ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ადგილსამყოფელს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 1600-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე მეცნიერების ვარაუდით დაახლოებით 80-მდე ხის ჯიშია გაქვავებული, მათ შორისაა ისეთიც, რომელიც დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე არ მოიპოვება. ანალოგიური სცენარეები დღეს ხარობენ იაპონიის სამხრეთში, ჩინეთში, ჩინეთის სამხრეთში, ინდოეთში. დიდი ხანია ვიცნობ ბატონალიკოს. არის წლების მანძილზე შეგროვილი, ეს ჩამორეცხილი და ვთვლი, რომ ამ ადამიანს ძალიან სასიკადულო საქმე აქვს გაკეთებული. წინამდელ შემთხვევაში ესენი დაიკარგებოდა. მეცნიერებისა და ისტორიკოსების ვარაუდით გაქვავებული ტყე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავის ქვეშ ტყის მასივების მოქცევის შედეგად წარმოიქმნა. სწორედ ცხელი მასის ზემოქმედებით მოხდა ის, რომ წლების განმავლობაში არ არის შეცვლილი ხის ზომა და ფორმა. სპეციალისტების თქმით, უღელტეხილზე არსებული გაქვავებული ტყის ანალოგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ არსებობს. ზუსტად არ დავამახსოვრდა ეს ალმასი